ფერომეტში რუსუდან გურულს ემშვიდობებიან ექიმს, რომელიც ყოველთვის ხვის სიტკივილის გამზიარებელი და მკურნალი იყო, რომლის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, პაციენტებზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი ძალიან ბევრისთვის მაგალითი იყო და უკვე წარსულის კუთვნილება გახდა. რუსუდან გურულის სამედიცინო სფეროში მთავარი პროფესიონალური დატვირთვის გარდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზეც მუშაობდა. ბოლო პერიოდში ის ფერომეტში ოჯახის ექიმი იყო, იმავდროულად კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. მისი სამუშაო ოთახი დღეს ცარიელია. კოლეგები ამბობენ, რომ დაკარგეს მაღალი დონის პროფესიონალი, რომლისთვისაც ექიმობა ცხოვრების წესი იყო. რუსუდან გურული 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიტყვები უძლურია, გამოხატო ის ტკივილი, რაც რუსუდანის გარდაცვალებამ ჩვენ მარტო მე კი არა, მთელ დაწესებულებებს, მთელ ნაცნობებს, მეგობრებს, პაციენტებში გამოიწვია. იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, როგორც ექიმი, პაციენტებისათვის საყვარელი ექიმი, იყო არაჩვეულებრივი კოლეგა, თავდადებული, თავს გაწიროდა ყველასათვის. იყო არაჩვეულებრივი დედა, არაჩვეულებრივი მეუღლე, მხარში ედგა და დედაბოძი იყო იმ დიდი ოჯახის და წევდა ჭაპანს შვილიშვილებისათვის, ყველასათვის და ძალიან გული ტკივა სიტყვის მართლა ვერ პოულობ. დიდი ტკივილი ნახა, დიდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპტიმიზმს არ კარგავდა და სხვა საძლევდა იმედს, რომ კარგად იქნებოდა, შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას და ასე არადგენდა ყველას გულს. ძალიან დიდი გულის ტკივილია. სიხსოვნა არ იქნება ამოშლილი ჩვენი გულებიდან მისი ყოველგვარი სიტყვა, საუბარი, რა ვიცი, მიჭირს, ნამდვილად მიჭირს იმაზე, რომ რუსუდანი აღარ არის და მასე წარსულში ვისაუბრო. ბაგეებიდან მე არ გამიგონია თუნდაც დაჩივლება ან მცირე საყვედური ან უზენაესის მიმართ და თავის ჯანმრთელობის შესახებ რომ აღენიშნა ისეთი მდგომარეობა რაც ძნელად ასატანი იყო, ძალიან ძნელად ასატანი იყო მისთვის, მაგრამ საბედნიეროდ უძლებდა ყველაფერ ამას. ძალიან კიდევ ერთხელ ძალიან რთულია ამ ეტაპზე შეაფასო ის დანაკლისი, რაც განიცადა ჩვენმა საზოგადოებამ, სამედიცინო საზოგადოებამ. რა გადაგვრჩენია მხოლოდ ის, რომ უზარმაზარი პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.